მე ახლა სიმართლე გითხრათ, ახლა არ დამიჯერებთ, მაგრამ ექიმებზე არაფერი ანეკდოტი არ ვიცი საერთოდ. არც საერთოდ რა პროფესია ექიმი არც ვიცი. ექიმობა მინდოდა მიუხედავად იმის, რომ პროფესიით ხელოვანი ვარ, მუსიკოსი ვარ და ასე შემდეგ, ანუ ბავშვობიდან მინდოდა ყოფილიყავი ექიმი. ანეკდოტი ერთია და ცოცხალი, ანუ ნამდვილი ამბავიც რომ მოვყვეთ ხო? ნამდვილი ამბავი იყოს. არანაირი პირიქით ნამდვილი ამბავი უფრო კარგია თუ დავასახელებ ახლა თემას. იყალთოში, სოფელი იყალთოში ირაკლი სამადაშვილი ყავდა ესეთი ექიმი. არაჩვეულებრივი ექიმი იყო. ერთი რომ დალევა უყვარდა და მეორე დიაგნოზს სვავდა ზუსტად. 100%-ით დიაგნოზი იყო იმისი ნამდვილი, ანუ ცდომილება იყო 0. ნუ ამ დალევაში ხარ აუქრათ უყვარდა და რა ეკრავთ. როგორც ყველა კახელს, ირაკლი ექიმსაც ექიმს უყვარდა დალევა? ბატონო, კი. გადამრევს ეს ხალხი კაცო. მოკლედ, პახმელიაზე არის ჩვენი ირაკლი ექიმი. სასრაფოშიც მუშაობდა, იყალთოს ამბულატორიაშიც მუშაობდა, სოფელში, ნუ სხვადასხვა ადგილას და ერთი დღეს გაიღვიძა და ნუ საშინელ პახმელიაზეა ეთყობა რაღაცა შეაპარეს ღვინო ისეთი წყალწყალას უჟმური არ გმაღვინო პახმელია არ იცის და მეთანხმებით ხო და შეაპარეს სავარაუდოდ და ბიჭო კაცი სუდეთ არის რა დადის და გულზე ხელი უჭირავს და ვაიმე კონეს ის ხა უნდა რომ გააგრძელოს და პახმელიაზე გამოვიდეს მაგრამ მარტო ძნელია კახელებისთვის რომ დაждდა ხა მარტო მდალიო რაღაცა ისე ვერა რა გაიხედა ფანჯრიდან და დაინახა რომ მის გზაზე მოდის თავისი ერთი მეგობარი კაცი იყალთველი ისიც უცბად შევარდა მწნილი ღვინო პური რაღაცები სახელდახელოთ რასაც ეძახიან ხოლმე მოამზადა იქვე ამასობაში ეს ნელი ნაბიჯით ეს ადამიანის მოუყვება აღმართს და მოდის ირაკლი ექიმთან თავისი მეგობარი შევიდა ეზოში ეს ირაკლი ექიმი გახარებულია ეხლა პახმელიაზე ერთად გამოვლენ რა დალევენ ხოდა შენ გენაცვალეო შემოდიო დაუძახა მოდიო აი როგორ დაგხვდიო და დაანახა მაგიდა პატარა და ის დაღონებულია რა მეორე ხო და თავი უჭირავ ეს ირაკლი ექიმო ეხა დალევა კი კარგიაო მაგრამ მე სხვა რამეზე მოვედიო აქაო და რა ასეო კაცო რა მოგივიდაო და აიო რაღაცა მხედველობაზეო ისე ვეღარა ვარ რა კარგად ვეღარავ ხედავო და მოიცაო ეს იგი ამბავი მოიცდისო მე მოგხედავო მოდი ეხლაო თითოჯიქაო კაცო როგორც ვიცით ხო მომახედა ჯერ მე თვალებს როგორც ვიცითო მოდიო ხო ხედავ რა აღარ შემიძლია უკაცო ხელები უკანკალებს და დავალიოთ 1-2 ჭიკა და მე ვილაპარაკოთ მხედველობაზეო და მაიცაო კაცო წუხე მთელი ღამე არ ამძინებიაო შენ ჭირმიო წნევა მქონდაო ვინერვიულეო ცოლშვილიცო ანერვიულეო ვერავ ხედაო რა მოკლედო გეუბნებიო რა ვერავ ხედო არაგჯერაო შენაო ჩემიო და იშველეო რამეო რა და ეხა ირაკლი ექიმს ძალიან ადარდებს ახლა ამის მხედველობა პირველ რიგში იმას აფიქრობს როგორ გამოვიდეს პახმელიაზე და უცბად აი რაც მოაფიქრდა პანჯერაში გამოჩნდა რა ჩანდა ხიბის ოთახის პანჯრიდან კავკასიონის მთები რა კახეთში რა ლამაზად ჩანს კავკასიონის მთები ხო იცით კაცო ყველამ და განსაკუთრებით იმის აივნიდან უფრო ლამაზად გამოჩნდა იმ წამს აყენა ფეხზე და აბა ერთი გაიხედეო კავკასიონის მთებს ხედაო ამან გაახედა სერიოზულად ხო კავკასიონის მთებს კი ვხედაო კიო და იმის იქით ვერც მე ვხედავ შენი დედას მოდი დაჩენდა აბა იმას ვხედავ იმის იქით ვერც მე ვხედავ კარგი გენაცვალე ბარდა ჩაგეთვალა